კულტურის სიახლეები აკაპელა ჟანრში მოღვაწე მსოფლიოს ნომერ პირველი ჯგუფი New York Voices თბილისში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ამერიკის საელჩოს კულტურის სამინისტროსა და სოლიდარობის ფონდის მიერ ორგანიზებული საღამოდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. კონცერტამდე ერთი დღით ადრე ამერიკული ჯგუფის წევრები ივენთ ჰოლში შეიკრიბნენ და ქართველი მუსიკოსებისა და სტუდენტებისთვის ვორქშოპი მოაწყვეს. ნახოთ მარიკა შალიკაშვილის რეპორტაჟი. ვორქშოპი სამახსოვრო ფოტოებითა და ავტოგრაფებით დასრულდა. მსოფლიოში ნომერ პირველი აკაპელას ჟანრში მოღვაწე ჯგუფის New York Voices წევრებისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი ქართული მუსიკალური მრავალფეროვნება აღმოჩნდა. რამდენიმე ანსამბლის შესრულება მოვისმინეთ, ქართული ხალხური ფოლკლორი, კვინტეტის მიერ ნამღერი ჯაზური ვარიაციები და გოსპელი. ყველას თავისი ინდივიდუალური შესრულების მანერა და ორიგინალური სტილი აქვს. ქართული მრავალხმიანობა მართლაც უნიკალურია. ძალიან ვისიამოვნეთ, ბევრი შეკითხვა დაგვისვეს. ყურადღებით გვისმენთ და ჩვენ საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ. საკმაოდ კარგად მიიღო ჩვენმა სტუმრებმა. ქონდათ რამოდენიმე პრეტენზია, რომ აი მაგალითად ბანის და მეორე ხმის პარტიაში ვასრულებდით, ცოტა ემოცია ნაკლები იყო და თვითონ მაყურებელთან ემოციას ნაკლები იყო. ეს თვითონ სპეციფიკური სიმღერა, ეხლა ამ სიმღერას, ამ ტრიო სიმღერას შემოწმებას მაყურებელთან ემოციაში ვერ შედიხარ. ცოტა ისე უნდა იგერო. თან სცენაზე, როგორც წესი, ეს უფრო ნაკლად პროფესიონალური სიმღერაა. და საბოლოო ჯამში კაი შეფასება მიიღეთ და თვითონ ქართული სიმღერის დამსახურებაა, რომ ეს ძალიან მოეწონა. ვორქშოპის მთავარი თემა ჯაზში ვოკალის მნიშვნელობა იყო. სხვადასხვა კომპოზიციების შესრულებით ჯგუფის წევრებმა გამიჯნეს განსხვავება სოლოსა და გუნდურ შესრულებას შორის. New York Voices ხვალ თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად საქველმოქმედო კონცერტით წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე. ძალიან მუხარული არის ამერიკის საელჩო დღეს, იმიტომ რომ ხარს უჭერს და აფინანსებს ამ პროგრამას კულტურის სამინისტროსთან ერთად და ეს კონცერტი ხვალ იქნება ბავშვებისთვის დასახმარებლად. ძალიან კარგი შოვის კონცერტი იქნება, ძალიან საინტერესო მუსიკა იქნება. New York Voices 1987 წელს იტაკას კოლეჯის ბაზაზე დაფუძნდა. პირველი ალბომი 2 წლის შემდეგ გამოიცა. 1996 წელს ჯგუფი გრემის ლაურეატი გახდა. ბენჩის სიმღერის გარდა ჯგუფის 4-ვე წევრს აქვს წარმატებული სოლო კარიერა. ჩვენ უკვე 26 წელია ერთად ვართ. კოლეჯში დავმეგობრდით და მალე კვარტეტად ვიქეცით. ჯაზ ვოკალი ჩვენი საერთო ინტერესი იყო და დავიწყეთ სიმღერების შექმნა. სულ მალე ძალიან დიდი რეპერტუარის დაგვიგროვდა. New York Voices ესაა მუსიკა და ადამიანურობის სინთეზი, კომპოზიციები, რომლებსაც ვქმნით და საქმე, რომელიც გვიყვარს. პირველ რიგში დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, არტისტიზმზე, კრეატიულობაზე, სიყვარულსა და ღირსებაზე. სწორედ ამიტომ არსებობს ჯგუფი თითქმის 3 ათწლეული. საღამოს, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება, ვახტანგ კახლიძე უდირიჟორებს. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა 21 წლამდე მოზარდებს მოხმარდება.